საღამშვიდობის ძვირფასო რადიო მსმენელებო, უსმენთ რადიო სივრცეს FM 98-სა და 5-ზე, ასევე გვიყურებთ ჩვენს Facebook გვერდზე და YouTube არხზე, რადიო სივრცე. ეუთოს გემდივანი სტუმრობდა საქართველოს, მისმა განცხადებამ თუ შეხვედრების შინაარსმა ძალიან ბევრი მიმართულებით გაშალა დისკუსია. ეს იქნება უსაფრთხოების თემები, რეგიონალური მიმართულებები, ხელისუფლების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით და სპეკულაციები, რომელიც თავის მხრივ მის არჩევნების საკითხსაც, ხო, არჩევნების შემაჯამებელი ოქმის შემდეგ სწორედ ეუთო ოდირის დასკვნა ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელსაც საქართველოში ყველა სხვადასხვანაირად კითხულობს ხოლმე. ეუთოს გემდივანთან შეხვედრა გამართეს CSKO-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და მისმა მოადგილემაც, გიორგი შარაბიძემაც, განიხილეს საარჩევნო ადმინისტრაციის წინაშე ზოგადად არსებული გამოწვევები, გადაჭრის გზები და შეთანხმდნენ მომავალში თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობაზე. საინტერესოა რა მიმართულებით არის თანამშრომლობა აუცილებელი საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასა და ეუთოს შორის, როგორ უნდა მოგვარდეს გარკვეული დისკრედიტაციის კამპანიის პრობლემა თვითმმართველობის არჩევნებისთვის და ზოგადად როგორია მზადება 4 ოქტომბრისთვის, ამაზე ვისაუბრებთ დღეს. შევეხებით სხვადასხვა თემებს არჩევნებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა. CSKO-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გახლავთ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი, რომელსაც მივესალმები. გამარჯობა ბატონ გიორგი. მოგესალმებით ეკა, მივესალმები ჩვენს მსმენელსა და მაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის და აქტუალური საკითხებით დაინტერესებისთვის. მადლობა თქვენ მობრძანებისთვის, რა თქმა უნდა ძალიან აქტუალურია, ზუსტად ამ კვირაში, პირველ რიგში ალბათ რიცით მინდა ეხა საუბარი დავიწყო ეუთოს გემდივნის ვიზიტით, კი გავრცელდა CSKO-ს მიერ, შემდეგ უკვე რელიზიც და ვიხილე ჟურნალისტებმაც რაზე იყო აქ საუბარი, მაგრამ მე მაინც მინდა რომ თქვენგან მოვისმინო ამ შეხვედრის თქვენეული შეფასებაც, იმიტომ რომ ბევრი საკითხია, რომელზეც თქვათ მიდის ხოლმე სპეკულაციები, ხო, ვიცით. ამასთანავე დაემთხვა დროში სხვადასხვა ევროპის საბჭოს სადმე CSKO-ს მიწერილი ღია წერილი თქვენი. და საინტერესოა, მოდით დავიწყოთ შეფასებითი ნაწილით ეუთოს გემდივნის და როგორი იყო ეს შეხვედრა და რა ახალ დეტალებზე შეიძლება გავამოხილოთ ყურადღება. დიდი სიამოვნებით, როგორც იცით, შედგა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო და იმავდროულად ნაყოფიერი შეხვედრა ბატონ გენერალურ მდივანთან, ისევე როგორც ეუთოს სპეციალურ წარმომადგენლებთან, რომლებიც იმყოფებოდნენ საქართველოს ამ დელეგაციის ფარგლებში და ჩვენ ფაქტობრივად შეხვედრის ფარგლებში მიმოვიხილეთ ყველა ის საკითხი, რომელიც უკავშირდება როგორც 26 ოქტომბრის არჩევნების და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის იყო ის პროპაგანდისტული ნეგატიური კამპანიები, რომლებიც მიზნად ისახავდა არჩევნების დისკრედიტაციასა და ლეგიტიმაციის საკითხის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, ასევე ბატონ გენერალ მდივნის ყურადღება ჩვენ გავამახვილეთ 4 ოქტომბრის არჩევნების მზადებასთან დაკავშირებით და ვისაუბრეთ იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომელიც უწყებისთვის ამ არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირების თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი და მივაწოდეთ ინფორმაცია, მათ შორის უკვე განხორციელებულ სამართლებრივ თუ ტექნიკურ დაგეგმარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომელიც ასევე უკავშირდება მოახლოებულ არჩევნებს. ჩვენ რა თქმა უნდა თავის მხრივ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ გაგვეხილა ოდირის გასული წლის საბოლოო დასკვნაში არსებული მიგნებები და რეკომენდაციები, სადაც ჩვენი ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ ზოგადად დარღვევები ნებისმიერი არჩევნების, ეს იქნება ჩვენს ქვეყანაში თუ სხვა ქვეყანაში, თანმდევი ნაწილი არის და ამას ცხადყოფს ეუთო ოდირის დასკვნები შესაბამის ქვეყნებში და მიგნებები, რომელიც ამ დასკვნებს შორის, იმიტომ რომ ჩვენ ვეცნობით არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში არსებულ დასკვნებს, არამედ ასევე მსოფლიოს არაერთი ქვეყნის, რომელიც ყვება ოდირის მანდატის ქვეშ და რა თქმა უნდა თუ გავეცნობით ამ დასკვნებს, ვნახავთ რომ დაახლოებით დარღვევების არსი მეტნაკლებად იდენტური არის. მნიშვნელოვანი არის ის, რომ დარღვევები, რომელიც მიგნებების სახით ასახული არის სხვადასხვა ანგარიშებში, მათ არ ჰქონდეთ გავლენა პოლიტიკურ შედეგზე და არჩევნების მთლიანობაზე. რაც ჩვენ შემთხვევაში, ჩვენი არჩევნების შემთხვევაში და ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ ბატონ გენერალ მდივანთან და ფაქტობრივად ჩვენ თანხმდებით ამაზე, რომ იქ მოცემული დარღვევები არ იყო ისეთი ხასიათის, რომელსაც შეეძლო საერთო სურათზე, როგორც პოლიტიკურ შედეგზე, შედეგობრივი თვალსაზრისით, ასევე არჩევნების მთლიანობაზე რაიმე გავლენის მოხდენა. ამაზე ცხადყოფს, ამაზე დასტური არის თუნდაც ერთი, რომ ეუთო ოდირის
დოკუმენტი, მეორე ის რომ შედეგები იქნა გადათვლილი არაერთხელ და თანხმედრაში არის აპარატის დათვლილი ხელით დათვლილთა მიმართებაში, არ არსებობს არანაირი ფაქტი იმის თაობაზე, რომელიც დაადასტურებს გავრცელებულ ბრალდებებს იმის შესახებ, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა ან იყო манипуლირებადი და შესაბამისად ეს ყველაფერი ერთობლიობაში გვაძლევს ჩვენ იმის თქმის შესაძლებლობას, რომ და მათ შორის დავესესხები ეუთო ოდირის დასკვნას, რომლის თანახმადაც საარჩევნო ადმინისტრაცია გახლდათ ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი ის უწყება, რომლის საქმიანობას როგორც წინა საარჩევნო პერიოდში, ასევე კენჭისყრის დღის ადმინისტრირების ნაწილში იყო დადებითად შეფასებული. ხო, იქ ძალიან თვალნათლი, რომ ადმინისტრირების საკითხში იყო ძალიან მოწესრიგებული და პროცედურული თვალსაზრისით და პროცედურული თვალსაზრისით ნიშნავს იმას, რომ კენჭისყრის დაწყებიდან დასრულებამდე ლოგისტიკიდან თვითონ პროცედურული თვალსაზრისით, მათ შორის ყველა ეს პროცედურა, რომელიც კენჭისყრის დღეს ხორციელდებოდა, იყო კანონის შესაბამისად, ან თუ არ იყო ისეთი, ან თუ იყო ისეთი შემთხვევები, სადაც ჰქონდა რაიმე გადაცდომას, რა თქმა უნდა, ყველა შესაბამის დადასტურებულ შემთხვევაზე საარჩევნო ადმინისტრაციას, ისევე როგორც შემდგომ სასამართლო ინსტანციებში მათი გასაჩივრების შემთხვევაში იყო სათანადო ზომები. აი, თქვენ ის ნებართვით. მე გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, თარღვევებზე არის ოდირის დოკუმენტში საუბარი. რა თქმა უნდა, როდესაც 54,000-ზე მეტი ადამიანი უწევს ადმინისტრირებას პროცესს, ცხადია, რომ ადამიანური ფაქტორის პირობებში რაღაც თარღვევებს ჩვენ უნდა ველოდოთ და ეს იმთავითვე არის ცნობილი, მაგრამ ინსტიტუცია თავისი პასუხისმგებლობიდან აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ეს ადამიანური ფაქტორი და ზოგადად შეცდომების ხარვეზების მინიმიზება მოახდინოს, რაც ამ არჩევნებზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული იყო წინა არჩევნებთან მიმართებაში, როგორც მინიმუმ, იმიტომ რომ ფართომასშტაბიანი ტექნოლოგიური ინტერვენცია იყო სამ კომპონენტში გამოყენებული. რაც რისი ეფექტიანობაც ასევე აღნიშნული არის თვითონ ეუთო ოდირის დასკვნაში. მაგრამ სამწუხარო გახლავთ შემდეგი რამ, რომ თუ არჩევნებამდე პერიოდში ყველა ჩართული მხარე თანხმდება იმაზე, რომ ოდირი ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ ეს არის ეუთოს ერთ-ერთი ინსტიტუტი, მიმართულება, რომელიც არჩევნების ესე ვთქვათ, მიმართულებას ფარავს, რომ ეს დოკუმენტი და ეუთოს არსებობა, ოდირის არსებობა ქვეყანაში არის ძალიან მნიშვნელოვანი და თანხმდება ყველა იმაზე, რომ ყველასთვის სახელმძღვანელო იქნება ეს დოკუმენტი თუმცა აღმოჩნდა, რომ გარკვეული ძალებიც არ იყო ხო ეს სახელმძღვანელო. ზუსტად რან ხდება იგივე გემდივნის ვიზიტთან დაკავშირებით, როდესაც გუშინ ოპოზიცია აკეთებდა განცხადებებს, რომ ეს არის რუტინული რაღაცა შეხვედრები და ასე შემდეგ და როგორი შეფასებები იყო და დღეს ხდება ოპოზიცია. ძალიან საინტერესოა, ალბათ შევიტყოთ ამ სამწუხაროდ ჩვენ გვესმოდა ეხლა ეს რა თქმა უნდა უფრო პოლიტიკური ნაწილია მესმის. ჩემი არა, მე ისე თქმა მინდა, მე მაქვს ამაზე ჩემი აზრი და ჩემი წუხილი მათ შორის და მე პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ეხლა ეს ადამიანი და წარმომადგენლობა ჩვენ შევხვდა და მე ვფიქრობ და აი ამ კონტექსტში შევაფასებ ამ ყველაფერს, რომ ეს არის ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი, თუ კი ვინმე შეიძლება იყოს ეუთოს ინსტიტუციაში და ზოგადად ხო შესაბამის ინსტიტუტებში, რომლებსაც ამ მიმართულებით და უსაფრთხოებისა და არჩევნების და სხვადასხვა მიმართულებით თავისი სიტყვა ეთქმით, ხო, იმ მანდატის ფარგლებში, რომელი ქვეყნებიც გაწევრიანებული არის ამ ორგანიზაციებში. და დავასრულებ იმას, რომ როგორც იგივე გარკვეული შეფასებები იყო პატივცემული დელეგაციის წევრების მიმართ, ასევე იყო ოდირის დასკვნასთან მიმართებაში რა, რომ ზოგი რაღაც იმ პასაჟს იყენებდა, ან იმ წინადადებას იყენებდა. ძალიან ბევრ რამეს კი რაც თქვა, რომელიც შესაძლოა მათთვის რაღაც საინტერესო ყოფილიყო თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგიდან თუ შეხედულებებიდან გამომდინარე, მაშინ როდესაც ჩვენ ამ ყველაფერს უნდა შევხედოთ კომპლექსურად, უნდა წავიკითხოთ კომპლექსურად, კი ბატონო, შეიძლება არის რაღაც წუხილები, მიგნებები, მაგრამ საპირწონეთ იქ ასევე დადებითადაც არის ძალიან ბევრი რაღაც შეფასებული. ასევე, როდესაც ვკითხულობთ მხოლოდ მიგნებებს, უნდა გავყвет შემდგომ ნაწილს, რეკომენდაციების ნაწილს და უნდა ვნახოთ ამ მიგნებების გამო და დაფიქსირებული წუხილის გამო შემდგომ ოდირი რა რეკომენდაციას გასცემს და მაგალითად ჩვენ თუ ვნახავთ ამას საარჩევნო ადმინისტრაციასთან მიმართებაში თვითონ უშუალოდ ჩვენ სახელზე გაცემული არის ორი რეკომენდაცია, თუმცა კიდევ სხვა ნაწილებში ჩვენ შეგვიძლია ამოვიკითხოთ მათ შორის ჩვენი თავი ადრესატად რეკომენდაციის და ვნახავთ, რომ რეკომენდაციების შინაარსიდანაც გამომდინარე, იქ არ ყოფილა ისეთი საგანგაშო
მოცემულობა, რომელმაც შეიძლება სხვადასხვა ჩართულ მხარეს მისცეს იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა და მით უმეტეს არანაირი საუბარი იმაზე, რომ არჩევნები გააყავდან, არჩევნები იყო манипулირებადი და მით უმეტეს კიდევ ამას დამატებული ბრალდებები, რომელთა დაკავშირებით ჩვენ ვიყავით, რომელმაც მივმართეთ პროკურატურას, რომ ობიექტური, ჭეშმარიტი გამოძიება, კომპლექსური გამოძიება ჩატარებული იყო ამ ბრალდებებთან მიმართებაში, იმიტომ რომ ეს იყო ბრალდებები, საკმაოდ მძიმე ბრალდებები და მოგეხსენებათ, აპარატებთან დაკავშირებითაც იყო, ხომ, მის შერეულად იყო. რამდენიმე იყო, რომელიც შემდეგ პროკურატურამ დაიწყო. რომელიც პროკურატურამ დაიწყო, იმიტომ რომ ეხლა მე წარმოვიდგინეთ, ეხლა თქვენ აბრალებთ ადამიანს სისხლის სამართლის დანაშაულს, ანუ ეიდავებით გაყალბებაზე და ბუნებრივია აქ ინტერესდება შესაბამისი ინსტიტუციები, ეს გამოსაძიებელია ერთი, იმიტომ რომ საზოგადოებას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია, რამდენად ეს გავრცელებული ბრალდება შეესაბამება სიმართლეს თუ ვიღაც ამას პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე იყენებს და მეორე რომ თუ ეს დადასტურდება, ასეთ შემთხვევაში იყოს სათანადო რეაგირება შესაბამისი ინსტიტუტების მხრიდან, იმიტომ რომ ყველა ასეთი შემთხვევა თუ ეს არსებობს, რაც ჩვენ გვესმოდა, რა თქმა უნდა, ეს აზიანებს არჩევნებს, აზიანებს იმ კონკრეტულ მოქმედებას, რა მოქმედებაშიც შესაძლოა დარღვევა დაფიქსირდეს, მაგრამ ჩვენ ნახეთ რამდენიმე კვირის წინ პროკურატურის შუალედური დასკვნა, საიდან ეს იკითხება შემდეგი, რომ არანაირი მტკიცებულება, ხელშესახები მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ამ გავრცელებული ბრალდებულებების არსებობას არ წარდგენილა. უფრო მეტიც ჩვენ ისიც ვნახეთ, რომ აღნიშნულ განცხადებიდან, რომ ეს ამ ბრალდებების ავტორები ხშირ შემთხვევაში არ ცხადებოდნენ პროკურატურაში შესაბამისი პოზიციების დასაფიქსირებლად და გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად, ხო? არათუ რაიმე რაც არ არსებობს, ეკა ბუნებრივია ვერ წარადგენენ, მაგრამ თუ რა თქმა უნდა, მოდა რომ აი ამდენი საჩივარი დაიწერა, შემდეგ ეს საჩივრები არ განიხილეს. არა, ეს საჩივრები ეს არის ჩვენ რაც ჩვენ გვესმის ყოველი არჩევნების ჩვენ ამდენი ფაქტი გქონდა, მაგრამ რაღაცნაირად უგულებელ ყვეს ეს ფაქტები და მაინც არსებობს ასეთი ფაქტები. არა, აი ზუსტად ძალიან კარგ საკითხს შეეხეთ, რა თქმა უნდა თქვენ ციტირებთ ეს თქვენ არ გეხებათ ჩემი შეფასება, ეხლა რასაც გავაკეთებთ. რა თქმა უნდა ისიც გვინახავს, რომ ვიღაცები ბაინდერებით ხელში დარბიან და თითქოს რაღაც მტკიცებულებები გვაქვს. ზუსტად თითქოს რაღაც მტკიცებულებები და არც ერთ შემთხვევაში შეიძლება აქ არის აქ ეს საკითხი უნდა გავყოთ ორად. ერთი რომ ვიღაცა შეიძლება რაღაც ეგონოს დარღვევა და ის რეალურად დარღვევას არ წარმოადგენდეს და მეორე ის რომ ასევე ჩართული მხარე ცდილობდეს, სხვადასხვა დაინტერესებული მხარე, უფრო სწორედ ცდილობდეს იმას, რომ რაღაც პროცესზე გავლენის მიზნით მოახდინოს რაღაც, მაგრამ ამ დროს შეიძლება იყოს აქ პროცედურულ დარღვევებზე საუბრო, კენჭისყრის დღესთან მიმართებაში. საიდანაც თუ კი რომელიმე იყო დადასტურებული ფაქტებზე დაყრდნობით, რა თქმა უნდა, ყველგან ინსტიტუციას ჰქონდა სათანადო რეაგირება. მათ შორის იქ კომისიის წევრების დისციპლინური სახდელების დაიკისრათ, მათ შორის იქ შესაბამისი ზომებიც იქნა მიღებული და უფრო მძიმე შემთხვევა, გვახსოვს ჩვენ მარნეულის შემთხვევაში ერთ-ერთი უბანი იყო, სადაც ჩაყრის ფაქტი გავრცელდა მედია საშუალებებში და ჩვენ ვიყავით, როდესაც გამოვედით, რამდენიმე წუთში მოხდა ეს ყველაფერი. დახურვა, კი. მოვთხოვეთ ძალიან ხშირად იყენებდნენ, მაგრამ არ საუბრობდა რეაგირებაზე. აი ნახეთ, იყო ფაქტი, იყო რეაგირება, ხო? ასევე იქნებოდა სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, სადაც იყო ფაქტი და იქნებოდა სათანადო რეაგირება. თუ არ იქნებოდა რეაგირება, რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა სწორი შეფასება, რომ ის კრიტიკა თუ რა არის, რაც გვინდა დავაკვირდეთ, ეს იქნება, ამას ექნებოდა ლოგიკური, ესე ვთქვათ, არსებობის უფლება, ხო? მაგრამ სხვა შემთხვევაში, როდესაც ეუთო რაღაც საგვანგაშო გადაცდომებზე არ საუბრობს, როდესაც ან რაღაც დარღვევებზე საუბრობს, მაგრამ მას არსებითი გავლენა არ მოუხდენია პროცესზე, აგერ გავრცელებული ბრალდებები არ ვრცელდება ბრალდებები, იხვეწება პროკურატურა, ვიხვეწებოდით ჩვენ ნაწილზე, რომ წარმოადგენთ თუ ვინმეს გააქვთ, დღესაც ჩვენ ღია ვართ, მაგრამ ის რაც ეხა 5 თვის განმავლობაში არ არსებობდა, ეხა ადამიანი თუ რაღაცა შექმნის, თორე თუ აქამდე არ არსებობდა ბუნებაში, როგორი არსებობს აწი, ხო? თუნდაც ხვალ აი ამ მსგავსი საუბარი ბატონ გიორგი გქონდათ თეოთოს გემდივანთან. აი თქვა რა თქმა უნდა აუხსენით თქვენ ეს ხა რასაც დღეს საუბრობთ ეთერში და ოპოზიციის ბრალდებები რაც იყო და მაინტერესებს რა რეაქცია ქონდა ამაზე, რა პასუხი ქონდა ამას. იცით როგორ არის, როგორც გითხარით, ეუთოს მანდატი თვითონ
არჩევნების ნაწილში არის, როდესაც ოდირი ერთვება ამ პროცესში და რაღაც. ჩვენ მას მივაწოდეთ სრული ინფორმაცია, ჩვენს ხელთან, მათ შორის კონკრეტულად ქონდა კონკრეტიკაზე არის რაღაც ბრალდებებზე, რომელიც გავრცელდა და ეს ბრალდებები გამოყენებული იყო სპეკულაციისთვის, რომ საზოგადოებაში შექმნილი იყო პერცეფცია, აღქმა იმის თაობაზე, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა და დღესაც ეს კამპანიურობა და ეს პროპაგანდა გრძელდება უკვე იმ კონტექსტში, რომ თითქოს თვითმმართველობის არჩევნები იმთავითვე იქნება გაყალბებული, იმთავითვე თითქოს ინსტიტუცია დაწერს იმ შედეგს, რაც მას უნდა და ასე შემდეგ და ამ დროს ეს არის პირდაპირ ვიტყვი საზოგადოებისთვის ნაცრის თვალებში შეყრა, იმიტომ რომ ამ დროს საზოგადოებას არ ეუბნება შესაბამისი დაინტერესებული მხარე იმას, რომ 54,000-ზე მეტი საარჩევნო ადმინისტრატორი რო უწევდა არჩევნების ადმინისტრირებას, ნახევარზე მეტი იყო პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული წევრები. ამ დროს არ ეუბნებიან იმას, რომ 20,000-ზე მეტი დამკვირვებელი, ადგილობრივი დამკვირვებელი აკვირდებოდა პროცესს. 1000-ობით პარტიების მიერ დანიშნული წარმომადგენელი აკვირდებოდა პროცესს და დამატებით ამ ყველაფრისა მედია საშუალების წარმომადგენლები, რომლებიც ასევე აკრედიტებული იყვნენ და კიდევ დამატებით საერთაშორისო დამკვირვებლების ორგანიზაციების წარმომადგენლები. ეხლა ნახეთ, კენჭისყრის დღეს, როდესაც შედგა შემაჯამებელი ოქმები და ამ ნახევარზე, როდესაც თვითონ კომისია შედგება 17 წევრისგან. ამ 17-დან 9 იყო პარტიების, უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნული და ამ 9-დან 1 წარმოადგენდა მართლ პარტიას, 8 დანარჩენ პოლიტიკურ გაერთიანებას, ესე რომ ვთქვათ, უფრო მარტივად აღქმადი რო იყოს, ოპოზიციური სპექტრიდან იყვნენ ესენი. ანუ თქვა თუ ხო იყო ის манипуляციები, რომ ვიღაცასთან გარიგდა, ჯერ ერთი ამის მკითხებულებაც არავის არ დაუდეს, მაგრამ აი წარმოიდგინეთ, რომ 17 კომისიის წევრი, რაც ბუნებაში წარმოუდგენელი არის, ასეთი შერეული წარმომადგენლობის პირობებში მით უმეტეს, ამას დამატებული დამკვირვებლები, მედია, ანუ ყველა გარიგდა და კენჭისყრის დღეს ის ბრალდებები, რომელიც ისმის, ანუ ეს ყველაფერი ისე ხდებოდა, რომ ვერავინ ვერ ხედავდა. ეს ხო რაღაც ბუნებაში წარმოუდგენელი. ხო, შემდეგ სამუდო ფარულობის დარღვევის მით უმეტეს ეკა ამაზეც აუცილებლად მინდა გავამახვილოთ ყურადღება, მინდა რომ მოვასწროთ ბატონო გიორგი, იმიტომ რომ ერთი კითხვა მაქვს, სანამ ამაზე გადავიდოდეთ, აუცილებლად უნდა გკითხოთ ეს, მე ღია წერილი რო გაუგზავნეთ, მოკლედ ევროსაბჭოს, ზოგადად საერთაშორისო ასპარეზზე ხდება ის, რომ რაღაცა დისკრედიტაციის კამპანია მიდის და ამაზე თქვენ თან ხდება ხო, სრულიად ცესკო და თქვენც, როგორც თავმჯდომარე, თქვენ იქ ნათქვამი გაქვთ, რომ ნუ წავე შენიშვნებია ბევრის მიმართ ევთოოდირის მხრიდანო, მაგრამ არ არის არცაც საუბარი გაყალბებაზე, მხოლოდ ჩვენ შემთხვევაში შეიძლება იყოს ასეო და მაშინ ლოგიკურად ისმის რიტორიკული კითხვა, რატომ ამას წერთ თქვენ? აი თქვენ რა ახსნა გაქვთ? როგორ შეგიძლიათ ეს ახსნათ? რატომ მიდის? ეკა, მოკლედ, როგორც ხო, არა, ზოგადად კამპანია რატომ მიდის, იმას გეტყვით, ეს ევროსაბჭოს არ ეხება ამ შემთხვევაში. კამპანია რატომ მიდის, კიდევ ერთხელ ვიტყვი, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ, რომ არჩევნებში აქტივობა იყო უპრეცედენტოდ მაღალი, ეს იყო დაახლოებით 60%, ხო? და კიდე ცოტა მეტი. და ნახეთ აბსოლუტურად დაჩქარებული შედეგების სიზუსტე, გადათვლები, ტექნოლოგიური ინტერვენცია, ნიდერლანდული კომპანია, რომელმაც ეს ტექნოლოგიები მოწოდება მოახდინა, ამერიკული კომპანია, რომელმაც აუდიტირება მოახდინა. ნუ პროცესი იყო უკიდეგანოდ გამჭვირვალე. იმაზე მეტი, რომ აი რა არის, მეტი მე პირადად რა არცად არ მინახავს. თუ პირამე გვინახავს, ყველაფერი გაგვიკეთებია და მათ შორის ევროპული სტანდარტები ქონდა გათვალისწინებული. იქ ხაღალდის კვალით არსებობით მოკლედ მთელი ამბები ხო თავი რო არ შეგაწყინოთ ამაზე. ამიტომ ეხლა ჩვენ რა ვნახეთ რომ როდესაც არჩევნების ღამეს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებისთვის არასასურველი შედეგი დადგა, რამდენიმე საათში შეიცვალა ნარატივები და ესე რომ ვთქვათ, თავდაყირა დატრიალდა ეს ყველაფერი იმ თვალსაზრისით, რომ დაიწყო იმთავითვე დისკრედიტაცია და იმთავითვე სარჩული მიეცა ამ ყველაფერს, თითქოს რაღაც манипуляცია მოხდა და შემდგომ უკვე 5 თვეა ჩვენ გვესმის ეს, რომ თითქოს რაღაც манипуляცია მოხდა, მაგრამ არანაირი მტკიცებულება აი ინგლისურად რო იტყვიან to justify რომ ესე რო თქვათ აიხსნას რატომ გაყალბდა, დამტკიცდეს რატომ გაყალბდა და ასე შემდეგ ეს არ არსებობს. ჩვენ ვიცით რომ მარტივი ფორმულა არის, ხო ეს არჩევნებში არა, ყველაფერში ეგრე არის რომ არსებობს რაღაც ფაქტები
მტკიცებულებები, შემდგომ კეთდება ამის ანალიზი და შემდგომ შეფასების სახით დასკვნა გამოდის. იქ შეიძლება ადამიანს რაღაც დაასკვნა, რომ ისე არის ან ასე არის. ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი მოხდა საპირისპიროდ. ითქვა რომ გაყავდა, ანუ დასკვნა იქნა გამოტანილი რომ რაღაც გაყავდა და შემდგომ ამ 5 თვის განმავლობაში ხდება ძიება იმის, თუ რატომ შეიძლება ჩაითვალოს ეს არჩევნები გაყალბებულად. და რეალურად ეს რომ ვერ იძებნება ბუნებაში, რომ არ გულისხმობ იმ რაღაც ცირე გადასვლას დარგვევს ასპარეზზე ბატონო გიორგი, როდესაც ისმოდა რომ პლანდა ჩატარდეს არჩევნები სამართლიან გარემოში. იმიტომ რომ ეკა რომ შექმნილიყო როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ აღქმა იმის თაობაზე, რომ თითქოს მართლა რაღაც გაყალბდა და ამის გამო არჩევნების ლეგიტიმაციის, შედეგების ლეგიტიმაციის საკითხი დამდგარიყო კითხვის ნიშნის ქვეშ. და ჩვენ ახლა ამის გაგრძობით პროცესს ხედავთ კიდე, რომ მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ არჩევნების ლეგიტიმაციის მთავარი წყარო არის ხალხი. ამომრჩეველი არის და 60%-მა მთელი ამომრჩეველთა რაოდენობის მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და ერთ-ერთი არის შედეგებში ეს ყველაფერი ტრანსფორმირებული. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში შესაბამისმა დაინტერესებულმა პირებმა რაოდენ ისინი კმაყოფილი არიან თუ არა თავიანთი შედეგებით, პატივი უნდა სცენ შედეგებს. ეს ეხება ნებისმიერ პოლიტიკურ გაერთიანებას, ვინც მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. ძალიან რთულად ხდება ეს პატივისცემა მოდის წყალებში. ეს უკვე პოლიტიკური შეფასების ნაწილია, მე თავ შევიკავებ. არის, მაგრამ ნახეთ, გასაპროტესტებელი კვლავ გაუხდა, ოპოზიცია კვლავ წამოვიდა იმაზე, გულისხმობ დადგენილებას, რომელიც იქნა მიღებული. ეხლა ამ დადგენილებას დიახ, და მივდივართ მიმართვაზე. რა საჭირო გახდა ეს მინდა ახსნათ და აუხსნათ მსმენელებს ამ დადგენილების მიღება. აი დადგენილებამდე მაშინ თქვენ წინა კითხვას უპასუხებ, იმიტომ რომ ეს ამასთან კავშირშია. კი ბატონო, მინდა რომ მოვასწროთ უბრალოდ. ისევე როგორც სხვა ნებისმიერი საკითხი CSKO თუ საარჩევნო ადმინისტრაციის ნებისმიერი რგოლი თუ რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებთ, რაოდენ კარგი თუ საუკეთესო თუ შუალედური არ უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, იმთავითვე ხდება მისი დისკრედიტაცია. რომ რაც არ უნდა მივიღოთ, მოკეთ ყველაფრის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენა ხდება და ნუ გასაგები არის ხო, რომ ეს ამ პროპაგანდის ნაწილი არის, რომ ყველაფერში რაღაც ნეგატივი და ყველაფერში რაღაც შავი, ეს გაშავება მოახდინო. ესე მოხდა ამ დადგენილების შემთხვევაში. თქვათ ეს დადგენილება რა არის ხო? ამ დადგენილებით არ ეძლევა საშუალება დამკვირვებელს, ხო? არ ეძლეოდა მანამდეც, აი სწორად აღხსნათ, არ ეძლეოდა, მაგრამ კი ბატონო, ეს იყო ჩადებული, გადაიღო. თავარი სულისკვეთება რა არის? აი რა იყო უწინ ბატონო გიორგი, მოდით, როგორი იყო უწინ და რა შეიცვალა ამ დადგენილებით? ეს მინდა რომ განყვებით ახსნათ. აი მარტივად რო ვთქვა, საარჩევნო კოდექსში არის 51 მუხლი. ამორჩევლისთვის მარტივად გასაგებად უნდა ვთქვათ. საარჩევნო კოდექსში იყო 51 მუხლი, რომელიც პირდაპირ ამბობს რისი უფლება აქვს დამკვირვებელს და რისი უფლება არ აქვს. ჩვენ საჯარო სამართლიდან გამოდივართ და შესაბამისად ის რაც თქვათ იმაში დაშვებაში ან აკრძალვაში არ არის, თავის მხრივ არ გულისხმობს, რომ ესე არის. ამიტომ როდესაც უფლება არ აქვს, უფლების ნაწილში არ აქვს დამკვირვებელს ის რომ ჩამოგართვათ პირადობა, ნახოთ ვინ ახართ და ჩვენ მათ შორის ძალიან ბევრი შემთხვევა ნახეთ, იდენტიფიცირება მოახდინეთ, რომ სამომრჩეველს ართმევდნენ პირადობას, ხდებოდა მისი დასურათება, ანუ დამუშავება, პერსონალური მონაცემების სხვაგვარი დამუშავება, მაშინ როდესაც ეს ყველაფერი ისე წარმოჩინდა, რომ თითქოს ჩვენ აი თქვენ რომ მოხვალთ საარჩევნოებას, თითქოს დამკვირვებელს არ ქონდეს იმის უფლება, რომ დაინახოს თქვა და დააკვირდეს თქვენ ხელში რა შევედი საარჩევნოებაზე, ჩემი რა თქმა უნდა ეს უფლება მანამდეც ქონდათ, ეხლაც გაქვთ, მაგრამ არც მაშინ და არც დღეს დამკვირვებელს არ აქვს იმის უფლება, რომ რომელიმე ამომრჩეველს გამოართვას პირადობის მოწმობა, ერთი გამოართვას და მოახდინოს მისი დასურათება, ინფორმაციის ამოწერა, ან სხვაგვარი დამუშავება, რომელმაც შეიძლება დაარღვიოს ამომრჩეველს. არც იყო, არც ეხლა. რა თქმა უნდა. და მე პირიქით მოხარული ვარ, რომ აი ამ კამპანიის ჭრილში, რომელიც წარმოაჩინეს, რომ თითქოს ვიღაცას რაღაცა შევუზღუდეთ, ერთის
მხრივ ესეც კარგია ჩვენ ყველაფერში პოზიტიურ ვცდილობთ ხოლმე ყოველ შემთხვევაში პოზიტივი დავინახოთ. ერთის მხრივ ამით უფრო მეტ დამკვირვებას, პოტენციურ დამკვირვებას მიეწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რაც რეალურად ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა, ხო, შესაბამისი სწავლებები, იმიტომ ჩვენ საარჩევნო დამკვირვებებსაც ვხვდებით, უხსნით უფლებებს, ინფორმაციას ვაფთვით გასულ წელს განსაკუთრებით ფართომასშტაბიანი ის ქონდა დაორგანიზებული პროექტი ამ მიმართულებით და ასე შემდეგ და ეხლა ფაქტობრივად ყველამ გაიგო, რომ დამკვირვებას რეალურად ამის უფლებამოსილება არ გააჩნია. რეალურად არ გააჩნდა და არც ეხლა არ გააჩნია და კარგია რომ მათ ეს თემა წამოწიეს, მაგრამ ცოტა სხვაგვარად წამოწიეს, რომ თითქოს ჩვენ ეხლა შეუზღუდეთ. მაგრამ შეზღუდვა იმ თავითვე კანონმდებლობით იყო. CSKO-ს რა უფლება აქვს? CSKO-ს არ აქვს უფლება, რომ ის რა კანონით, მით უმეტეს ორგანული კანონით არის დადგენილი, რაიმენაირად კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ეს ყველაფერი შეცვალოს. CSKO-ს აქვს უფლება დააზუსტოს ჩანაწერი, ან განმარტოს ჩანაწერი და ასე შემდეგ და შესაბამისად ჩვენ, განმარტება დაზუსტების ნაწილს გულისხმობ, დავაზუსტეთ ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ ზუსტადაც ეს ჩამორთმევა და სხვაგვარი დამუშავება არ იყოს შესაძლებელი. ისევე როგორც დადგენილებით დაზუსტდა ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ ასევე არავის არ აქვს უფლება და სხვათა შორის 2017 წელს ერთ-ერთი არასამთავრობო ამას ითხოვდა და ამის შესახებ ჩანაწერი ეუთო ოდირის დასკვნებშიც იყო, რომ გადაღების ნაწილი ამომრჩევლის მიმართებაში, როდესაც შეიძლება აღქმული იყოს მისი არჩევანი და ასე შემდეგ, რომ არ ყოფილიყო და ესეც ამ ნაწილში დაზუსტდა შესაბამისად. ბიულეტენთან მიმართებაში არის, ეს იქნება საარჩევნო კაბინაში, რომ იქ საარჩევნო კაბინაში აკრძალული იყო, რომ თვითონ ამომრჩეველმა არ გადაიღოს ფოტო, არ მოახდინოს ფოტოვიდეო გადაღება. დამკვირვებლის ნაწილი ხო, არავის არ ქონდა ეს ისედაც, მაგრამ დაზუსტდა ეს ჩანაწერი, რომ თუნდაც იქ კაბინეტ ესე არ წერია, მაგრამ ხსნი რა გულისხმობა მომში, რომ იგივე კაბინაში იმყოფება ამომრჩეველი, გზაში იმყოფება კაბინიდან ხმის მცვლელ აპარატამდე თუ აპარატ თუ ასე შემდეგ, რომ ეს არ შეიძლება, ხო? იმიტომ რომ იქ შესაბამისი წესი არის, რომელიც არეგულირებს ფოტო-ვიდეო გადაღებას კენჭისყრის დღეს და ამ ნაწილში მოგეხსენებათ, რომ პროცედურები ვითარდება, იხვეწება და ჩვენ გამომმა პრაქტიკა მათ შორის გვაჩვენა, რომ მაგალითად ვერიფიკაციის აპარატიდან იბეჭდება ქვითარი, რომელიც არის ამ ქვითართან მიმართებით. ამ ქვითარზე არის ზუსტად ის პერსონალური მონაცემები, ზუსტად და მათ შორის რომ არ მოხდეს ამ ქვითრის დაზუსტდა შესაბამისი ჩანაწერები, ამ ქვითრის და სხვა შესაბამისი საარჩევნო დოკუმენტაციის, იმიტომ რომ მათ შორის ეკრანზე იგივე ხო ეკრანზე საცხდება ამორჩევის მონაცემების გამოტანა. ეს იგივე სამაგიდე ვერსია არის და ისევე როგორც სამაგიდე ვერსიიდან არ შეიძლება ამორჩევის პირადი ნომრის ამოწერა, იგივე შემართებით არ შეიძლება ხმისმცვლელი აპარატიდან და ისევე როგორც ქვითრიდან და ასე შემდეგ და პირიქით CSKO-მ პირიქით ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ განვლილი პრაქტიკის ანალიზის შესაბამისად დააზუსტა ყველა ის ჩანაწერი, რომელიც პრაქტიკის შესაბამისად სამართლებრივ მოწესრიგებას ამორჩეველთა ინტერესებიდან 26 ოქტომბრის არჩევნებზე და ამის ეს გვინდოდა გადაგვეჭრა ამ დოკუმენტის მიღებით? იყო ეს პრობლემა? რატო დადგა საკითხი ამ დადგენილების მიღებით? ინციდენტები რა უბრალოდ იყო შემთხვევები, როდესაც ჩვენ ვნახეთ, რომ ასეთ შემთხვევებს ჰქონდა ადგილი, ამიტომ ბუნებრივია ინსტიტუციას აქვს ვალდებულება, რომ მიიღოს ყველა საჭირო ზომა იმისთვის, რომ ამორჩევლის პერსონალური მონაცემები იყოს დაცული, შესაბამისი პროცედურები იყოს სათანადოდ შესაბამისი სტანდარტების მიხედვით ადმინისტრირებული და ასე შემდეგ და მივიღეთ რა თქმა უნდა ეს გადაწყვეტილება და ეს ერთ-ერთმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაასაჩირო ორი ინსტანციის სასამართლო გაიარა ამ გადაწყვეტილებამ, სადაც CSKO-ს გადაწყვეტილება იყო ძალაში დატოვებული, ზუსტად იმიტომ, რომ ვერანაირი სამართლებრივი კონტრარგუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი იმის თაობაზე, თუ რატომ არის ეს დადგენილება, ან რომელიმე კონკრეტული დებულება კანონსაწინააღმდეგო, კანონშეუსაბამო, ან რომელიმე თითქოს დამატებით ზღუდავდეს ვინმეს უფლებებს, ვიდრე საერთაშორისო სტანდარტები და ქართული კანონმდებლობა ამას ითვალისწინებს. ამის თაობაზე, მოკლედ ვნახეთ, რომ ატყდა მთელი დიდი აჟიოტაჟი, რომ თითქოს CSKO ვიღაცას რაღაც შეუზღუდა და
შესაბამისად საერთაშორისო აქტორების ჩართულობაც მოყვა ამ ყველაფერს. რაც ნიშნავს იმას, რომ მაგალითად ეს აჟიოტაჟი, არასწორი ინფორმაცია და ინტერპრეტაციები, ინტერპრეტირებული სახით ეს ინფორმაცია რო არ ყოფილიყო მიწოდებული, ვთქვათ და ეს ჩვენთვისაც ეკითხა სხვადასხვა ჩართულ მხარეს ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ჩვენ მივაწვდიდით და არ იქნებოდა გადაწყვეტილება ისეთი, როგორც იყო ჩვენ კრიტიკის მიმართ ღიები ვართ. აწვდის ინფორმაციას მაგალითად იგივე ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თქვენ როგორ ფიქრობთ რატო ხდება ხოლმე სანდო ეს ინფორმაცია ვიდრე იგივე უთოდრის დასკვნა თუ თქვენს მიერ თუ თქვენ არ აწვდით ამ ინფორმაციას ანუ კონტაქტი როგორ ხდება კი პოსტფაქტუმ პასუხობთ წერილისაც მიწერთ თქვათ და უპასუხებთ რომ შეცდომაში ხართ შეყვანილი მაგრამ მანამდე რა კეთდება ბატონო იცით როგორ არის ეკა როდესაც ინტერესი არის ზოგადად კონსტრუქციული თანამშრომლობის ჯანსაღი თანამშრომლობის პარტნიორობის ამ დროს ხდება რა მაგალითად რატომ არის ჩემთვის პირადად ეუთო ოდირი ესე რომ ვთქვათ ერთ-ერთი სანდო და დამოუკიდებელი ინსტიტუტი ხო ერთ-ერთი კრიტერიუმი ამის შეფასების ჩემთვის გახლავთ ის რომ მე პირადად ოდირის აკრედიტებული ექსპერტი გახდით სხვადასხვა არჩევნებში, სხვადასხვა ქვეყნებში, ჯერ კიდევ თავმჯდომარეობამდე და ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს თვითონ მისიებში მონაწილეობის. და ვიცი სპეციფიკა კარგად. ეუთოს აქვს მეთოდოლოგია, მეუთოს აქვს სტანდარტები, რომელთაც ისინი არჩევნებს აკვირდებიან. და მათ შორის ეს სტანდარტი და მეთოდოლოგია რაში მდგომარეობს, რომ თქვენგან რომ მივიღე მე ერთ-ერთი მედია საშუალების წარმომადგენლისგან ინფორმაცია და ეს ინფორმაცია უკავშირდება თქვათ სესკოს როგორც მინიმუმ სხვა ჩართულ მხარეს თუ არა და ძირითადად ისე ხდება რომ სხვა ჩართულ მხარეებსაც ეკითხებიან აზრს, მოსაზრებას, მტკიცებულებებს ითხოვენ იმ კონკრეტულ თქვენს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, ასევე როგორც მინიმუმ მოდიან ჩვენთან ამ შემთხვევაში თქვათ სესკოსთან და ჩვენს გვეკითხებიან აზრს, ჩვენგან ისმენენ პოზიციებს და ამ ინფორმაციის აკუმულირების შედეგად ხდება დასკვნების გამოტანა. და როდესაც სამმხრივად ხდება დასკვნების გამოტანა და შესაბამისი რაღაც რეზოლუციის მიღება თუ ასე შემდეგ, ну მაგ რეზოლუცია რაში მდგომარეობდა? რეზოლუცია მდგომარეობდა იმაში, რომ თითქოს სესკომ რაღაც შემზღუდავი დადგენილება მიიღო. დადგენილების გადახედვას, შეცვლას, ამაზე იყო საუბარი და მე რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ბევრი რეზოლუციაც გვინახავს, რეკომენდაციაც გვინახავს და ინსტიტუცია ორიენტირებული არის იმაზე, რომ სადაც კრიტიკა ჯანსაღი არის, სადაც ობიექტური შეფასებები არის, მოთხოვნა არის. ჩვენ ამ ყველაფერს ჩვენ ღია ვართ კრიტიკის მიმართ და პირიქით ვისმენთ, მაგრამ სადაც რაღაც ამ შემთხვევაში ევროსაბჭოზე არ ვსაუბრობ, სადაც რაიმე ასეთმა შეფასებამ ეს უფრო ორიენტირებული არის დისკრედიტაციაზე, ვიდრე იმაზე, რომ ორიენტირებული იყოს სამართლიანობაზე და რაღაცაზე, რა თქმა უნდა, ყველგან გვექნება სათანადო გამოხმაურება. ამ შემთხვევაში ჩვენი ღია წერილიც გახდა ამას ემსახურებოდა ჩვენი ღია წერილი ემსახურებოდა იმას და სულისკვეთება იყო ის რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ევროინსტიტუტებთან თანამშრომლობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის მათთან პარტნიორობა და შესაბამისად, როდესაც ასეთი ინსტიტუტები გასცემენ ისეთ რეზოლუციას, რომელზეც აშკარად იკითხება, რომ მეორე მხარის პოზიცია არ არის გათვალისწინებული, როდესაც სამმხრივად მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით არის ეს რეზოლუცია მიწოდებული, ამ შემთხვევაში ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის სწორი კომუნიკაცია და ამ სწორი კომუნიკაციის გზად ჩვენ ავირჩიეთ ასეთ შემთხვევაში ეს გზა იქნა გამომდინარე რომ თუ ესე საქმიანად ჩვენ ეს პოზიციის წარდგენა არ გვეკითხა და ეს რა თქმა უნდა მათი არჩევანი არის რა თქმა უნდა ამაზე არ არის ლაპარაკი პრეტენზია კი არ აქვს რატომ არ ვკითხეთ თქო ხო მაგრამ სამფრიობა რას უკავშირდება მაინც საინტერესო პოლიტიკური გადაწყვეტილება მათი მხრიდან ესეთი თუ უბრალოდ არ ვიცი რა თქვენ რას უკავშირებთ ეხლა რა თქმა უნდა ეხლა შეიძლება რთულია თქვენთვის ეხლა ამაზე შეფასება რა თქმა უნდა ამის თაობაზე მოსაზრება და ვარაუდი მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ მაინც ორიენტირებული ვართ ჯანსაღ თანამშრომლობაზე იმიტომ რომ ევროინსტიტუტები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ევროსაბჭოს ოფისი თბილისში ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი იყო ყოველთვის და ჭიდრო თანამშრომლობა გქონდა და დიდი იმედი მაქვს რომ ესეც გაგრძელდება იმიტომ რომ არ ვფიქრობ რომ რაიმე ისეთი გარემოება არის რომელსაც ხელი შეუშალოს ამ ურთიერთობებს თუ არა რაიმე რაღაც სხვა პოლიტიკური გადაწყვეტილება რომელიც ამ ყველაფრის მიღმა შეიძლება ვინმეს ჰქონდეს ხო პასუხი ღია წერილზე იყო თუ არა
არანაირი გამოხმაურება. ჩვენ არ ვითხოვდით არანაირ პასუხს, ჩვენ დავაფიქსირეთ პოზიცია, იმიტომ რომ 5 თვეა ვაკვირდებით, ეკა და ნუ ეს იყო უკვე კულმინაცია, როდესაც რეზოლუციის სახით მოყვა, იმიტომ რომ გვესმის გაყავდა და არავინ არ სვამს კითხვას, რომ რატომ გაყავდა, როგორ გაყავდა, რა ფაქტზე დაყრდნობით გაყავდა, რა მტკიცებულებაზე დაყრდნობით გაყავდა. ხო ხვდებით ახლა სადღაც ვიღაცამ რაღაცა პროცედურა არ ჩაატარა და რაღაც მცირე გადაცნობას ადგილი ჰქონდა, ეს ხო არ ნიშნავს, რომ არჩევნები. ეს დადგენილების მიღება ალბათ გამოყენებული იყო იმაზე, რომ აი 5 თვის შემდეგ კიდევ მოდის თვითმმართველობის არჩევნები, ახლა ამაზეც მინდა გკითხოთ, რომ კაცრდება რაღაცა კიდევ უფრო CSKO-ს მხრიდან ესეთი დადგენილების მიღებით კიდევ მცდელობა, რომ არჩევნები თვითმმართველობის ასევე გაუმჭირვალეთ, როგორც ისინი ამბობენ, ჩატარდეს და ასე შემდეგ. თქვენ ამას უკავშირებთ და კიდევ ერთი მინდა გკითხოთ, როგორ ემზადებით ახლა ამ არჩევნებისთვის, რომელიც ასევე არ იქნება მარტივი ალბათ CSKO-სთვისაც ამ არჩევნების ჩატარება. იცით როგორ არის, აი ხა პოლიტიკოსები ან სხვადასხვა დაინტერესებული პირები, რა თქმა უნდა, რაღაც თავის ესე რომ ვთქვათ პოლიტიკურ განცხადებებში არიან, ხო, რაღაცა არის ამ თვალსაზრისით და ასე შემდეგ, მაგრამ მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენთვის რამდენმა პოლიტიკურმა პარტიამაც არ უნდა მიიღოს მონაწილეობა. ჩვენ არა ვართ პოლიტიკური ორგანო, მიუხედავთ იმისა, რომ ცდელობა არის, რომ ჩვენი მაქსიმალური პოლიტიზება და გასახელებენ, აი კალანდარიშვილის მიერ ჩატარებული არჩევნები ხა ეს ხო, ნუ კალანდარიშვილი თითქოს ხო ეხლა რა ხშირად ისმის ხოლმე ეს ფრაზა ოპოზიციის მხრიდან. კი, ნუ ეს იმიტომ რომ მარტივი არის ზოგადად ერთი პერსონალით მანიპულირება, განსაკუთრებით ისეთი პერსონალით, რომელიც ინსტიტუციის ხელმძღვანელს წარმოადგენს, მარტივია რომ საზოგადოებას მის შესახებ ინფორმაცია მიაწოდო, დაარწმუნო ამ ყველაფერზე და ასე შემდეგ და ასე. ჩვენი ამოცავალი არის მაინც ამორჩეველი. ჩვენი ამოცავალი არის ჩვენი ღია და გამჭვირვალე საქმიანობა. და მე მგონი ეს ღია და გამჭვირვალე საქმიანობა არის შემდგომ ის, რომ რეალურად სხვადასხვა დაინტერესებულ პირებს არ აძლევს ხელს იმისათვის, რომ რაღაც მასე ხელმოსაჭიდზე დაყრდნობით განხორციელდეს თავდასხმები, იმიტომ რომ რეალურად სივრცე ჩვენ მანიპულაციისთვის არ დაგვიტოვებია. და ამაზე ვმუშაობთ ახლა ზუსტად. აი რა იქნება ამ არჩევნებზე განსხვავებული ბატონო გიორგი, აი თქვათ რა შეცდომების დაინახეთ თუ ხარვეზები, მოდი შეცდომა ცოტა ისე სიტყვა, ხარვეზები, რაზეც გედავებოდნენ და ცდილობთ რომ ახლა არ განმეორდეს. არის ასეთი რამე? იცით ვერ ვიტყვი რომ რაღაც ესეთი არსებითი იქ არის. ვიღაცისთვის რა ფიქრობენ რომ იქ რაღაც ფარულობის დარღვევაზე გახსოვთ. მთელი ქვეყნის მასშტაბით სასამართლო ინსტანციები მოიარა ამ ყველაფერმა. საარჩევნო ადმინისტრაციაში შესაბამისი დავების წარმოება განხორციელდა. საარჩევნო პრაქტიკასაც თუ გადავხედავთ, საერთაშორისო პრაქტიკასაც თუ გადავხედავთ სხვა ქვეყნებისას, კარგად ვნახავთ რომ იქ გამოჟონის შემთხვევები კი არა და ჩარჩოფორმის გამოყენება კი არა და ჩარჩოფორმის გარეშე ხდება საერთოდ ბიულეტენის მოთავსება ტექნოლოგიური არის თუ არატექნოლოგიური არჩევნები და ასე შემდეგ და რა ფარულობის დარღვევაზე საუბარი. ამ ფარულობაზე გაქვთ რამე პასუხი ამ არჩევნებზე თუ იგივე თაღავდით იქნება? ფარულობა არც მაშინ, არც დღეს არ წარმოადგენდა, ან გამოჟონვას ვაუბრობ, გამოჟონვა უკანა მხარეს, სადაც კი ასეთი იყო, არც ერთ შემთხვევაში არ წარმოადგენდა ფარულობის დარღვევას და დღეს არ არსებობს არც ისეთი შემთხვევა, როდესაც ამ გამოჟონვის გამო რომელიმე ერთი ამომრჩევლის ნება იყო იდენტიფიცირებადი, ან იდენტიფიცირებული, სადაც შეუძლია რომელიმე ჩართულ მხარეს თქვას რომ ფარულობა დაირღვა. მათ შორის ეუთო ოდირი სხვათა შორის საუბრობს ერთი პასაჟი არის, სადაც საუბრობს იმაზე, რომ რაღაც გარკვეულ პროცენტში კომპრომატირებადი იყო ფარულობის კომპონენტიო, რაც ნიშნავს იმას, რომ ალბათობას იძლეოდა იმისა, რისკს ქმნიდა იმისა, რომ ფარულობა შეიძლება დარღვეულიყო, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ საუბრობს იმაზე, რომ ფარულობა დაირღვა. ეს ხო ორი სხვადასხვა განსხვავებული რამ არის, ხო? ეს შეიძლება გახდეს შიგნით კიდევ საუბრის და აი ამ პროტესტის თემა, აი რას აპირებს ეს? აი დიახ, ეკა ნახეთ, ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ რა თქმა უნდა, მოდელი შენარჩუნდება ყველაფერი, ისე ტექნოლოგიური საშუალებები გამოყენებული იქნება ზუსტად იგივე უბნებზე, სადაც იყო, დიახ, არც მეტი არც ნაკლები, არის მცირედი ზრდა, რომელიც საზღვრებიდან გამომდინარე უბნის გაყოფის შემთხვევაში სადაც მოგვიწია, ეს არის ძალიან რამდენიმე ათეულის შემთხვევა. სხვა შემთხვევაში იგივე არის ყველაფერი მოცემულობა ტექნოლოგიების გამოყენების ნაწილში. ხო, ამ შემთხვევაში ჩვენ ვფიქრობთ
იმაზე კი არ არის ქაღალდი დასქელდეს და მარკაში პროცენტობა მაღალი თუ დაბალი იყოს ალკოჰოლის შემადგენლობის. ესეც იყოს ალაბარაკო. ეს იყო, მაგრამ ეს ეს არ არის პრობლემა, ეკა. არც ეს შემთხვევაში, იმიტომ რომ მე რა სქელი ქაღალდიც არ უნდა მოვიტანო ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მათემატიკის რეკომენდაციით. რას ნიშნავს ეს, რომ რაც არ უნდა, იმიტომ რომ ჩვენ გვინახავს მაგალითად, რომ ორი ბიულეტენი შემთხვევით თუ შედიოდა აპარატში, ის აპარატი არ იღებდა, იმიტომ არ იღებდა, რომ ის უკვე ისეთი სისქის იყო, რომელიც მის ღიობში, ჭრილში ვერ თავსდებოდა. ამიტომ ქაღალდს აქვს თავისი სტანდარტი, რაღაც სისქეზე ნაკლები და რაღაც სისქეზე მეტი არ უნდა იყოს. ისევე როგორც მარკერს, მაგრამ ნახეთ, რაც არ უნდა სქელი ქაღალდი იყოს და როგორი ტიპის მარკერიც არ უნდა მოვიტანოთ, თქვენ თუ მას უფრო მჭიდროდ დააწვევით, ის ნებისმიერ შემთხვევაში უკანა მხარეს გამოჟონავს. აი მჭიდროდ გამოსავალი რა არის? ნახეთ, ან თუნდაც ჩვენ რაც არა სუბუქი შემადგენლობის, ალკოჰოლის შემადგენლობის მარკერები, მათემატიკის ვთქვათ, სტანდარტთან შეთანხმებით არ უნდა ვიყიდოთ და შევიძინოთ და მოვიტანოთ, ხო? თქვენ მოხვედით თქვენი მარკერით და ისეთი მარკერი, რომელშიც ალკოჰოლური პროცენტული მაჩვენებელი არის მაღალი და ის ერთი წერტილი დაადეთ ისე რომ უკანა გვერდზე გამოჟონა. მაგრამ ამ მიზნით ნახეთ მარკერით მოსუსუფლება არ უნდა დაგვაქვს, არა გაქვთ, მაგრამ ისევ ამბობ, აი პროცესის ვთქვათ რაღაცა არევის მიზნით ან რაღაც ესეთი იზოლირებული ამოვარდნების უზრუნველყოფის მიზნით, რომ დაზიანდეს პროცესი, ვიღაცა მეც გააკეთა. მიზანმიმართულად განზრახ, ხო? მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ამობრუნებული სახით ბიულეტენი. რაც არ უნდა გამოჟონოს, იქ იდენტიფიცირებადი არ არის თქვენ ვის მიეცით ხმა. ეს ერთი, მეორე ის რომ ჩვენ უზრუნველყავით სპეციალური ჩარჩო ფორმის არსებობა, რომელიც უნდა მოგეთავსებინათ ბიულეტენი მასში ამობრუნებული სახით, ეს ამობრუნებული სახით, იმიტომ რომ აპარატს რომ გამოებრუნებია, თქვათ არასწორად მოთავსების შემთხვევაში, რომ ვინმეს ზემოდან არ დაენახა და ამასთანავე გამოჟონავდა თუ არ გამოჟონავდა ეს ჩარჩო ფორმა და მისი სწორად აპარატში მოთავსების შემთხვევაში, თუნდაც გამოჟონვის კვალის დანახვაც კი შეუძლებელი იყო. არა თუ იმის იდენტიფიცირება თუ ვინ ვის მისახმა და საერთოდ ზედმეტი არის საუბარი იმაზე, რომ ქართული კანონმდებლობა ერთადერთ ბმას ბიულეტენსა და ამომრჩეველს შორის ადგენს საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როდესაც საარჩევნო კოლეგიის წევრებისთვის ინდივიდუალურად პერსონიფიცირებული ბიულეტენები არის და ყველა აწერია სამასივე საარჩევნო კოლეგიის წევრის სახელი და გვარი, რაც ნიშნავს იმას, რომ არჩევნების დასრულების შემდგომ იდენტიფიცირებადი არის ნებისმიერმა X პირმა, რომელ კანდიდატს დაუჭირა ხმა. და ამ შემთხვევაში ვერავინ ვერასდროს ვერ მიხვდება და ვერავინ ვერ დაადასტურებს მათ შორის იმას, თუ ვის მიეცით თქვენ ხმა, არ გულისხმობ იმას, რომ ვიღაცამ, თქვათ, კანონ დარღვევით თუ მოახდინა გადაღება და ესეც გადაღება, ან ნახეთ, თუნდაც გადაღებული ფოტოსურათით, ეს ხო არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ მიეცით X პირს, იმიტომ რომ ბმა ბიულეტენსა და ამომრჩეველს შორის საპარლამენტო და მუნიციპალურ არჩევნებზე არ არის. აქედან გამომდინარე, წარმოუდგენელია, ბუნებაში წარმოუდგენელი არის, რომ ფარულობის დარღვევა მოხდეს, თუ მაგალითად გარდა იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველი თვითონ არ გამოდის, ბიულეტენს ეს არაჩვენებს იქ მყოფ უფლებამოსილ პირებს თუ ვის მისახმა და ეს არასწორი არის, არ შეიძლება, მაგრამ ჩვენ მთავარი მიზანი არის, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ უზრუნველყოს ყველა იმ პროცედურის განხორციელება, რომელიც უზრუნველყოს ფარულობას. შემდგომ ახლა ამორჩეული რას იზამს ეს მისი საქმე, ეს არ უნდა. იგივე რჩება, ბატონო გიორგი, არ იცვლება ამ ნაწილში არაფერი. არსებითად არაფერი არ შეიცვლება, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის სტანდარტების შესაბამისად განხორციელებული მარკერი, ქაღალდი და არაფერ შუაში არ არის, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეკა, არც მარკერის შემადგენლობა, არც ქაღალდის სისქე, იმიტომ ზუსტად თუნდაც იმ რისკებიდან გამომდინარე, რომელიც გითხართ, აქ არის ჩარჩო ფორმა, ჩარჩო ფორმაში მისი სწორად მოთავსებისა და ბიულეტენის სწორად მოთავსების და შემდგომ ამ ჩარჩო ფორმით ხმის მთვრელ აპარატში სწორად მოთავსებით გამოჟონვის შემთხვევაშიც კი იდენტიფიცირებადი არ არის, მაგრამ ეხლა ნახეთ რა ხდება
ზუსტად იმიტომ რაც თქვენ წეგან ბრძანეთ რომ ეს სპეკულაციების დონეზეც კი მოვსპოთ რისკი რომ ვიღაცამ შემდეგ არჩევნებზე რომ უი შედეგები არ მოგვეწონა და მოდი ეხლა ვიფიქროთ იმაზე რაზე დავარტყათ ცესკოსო ეს ამას მე გეუბნებით იმაზე რომ ერთ-ერთი პოლიტიკოსი რომელიც ერთ-ერთ მედია საშუალებაში იჯდა მან პირდაპირ აღიარა ეთერში მან თქვა რომ ჩვენ ვიჯეკით არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთადო და ვფიქრობდით რაზე დაგვერტყაო პროცესისთვის 3 დღის მერე ხდება ეს ყველაფერი და ამ 3 დღის მერე დაიწყო ამ ფარულობაზე თორემ კენჭისყრის დღეს და შემდგომ დღეებში ეს ფარულობის საკითხი არავის არ დაუყენებია პრობლემურად. 3 დღის შემდეგ რო დაიწყო და მერე გაჩნდა ეს თემა. აჩენს ბუნებრივ კითხვებს აჩენს ხო რატომ მოხდა ეს ყველაფერი თუ კენჭისყრის დღეს როდესაც თან ის ერთ-ერთი სადამკვირვებლო ორგანიზაცია რომელმაც წამოწია ეს თემა ასობით და შეიძლება 1000-იც დამკვირვებელი ყავდა როგორც მინიმუმ ამ ორგანიზაციას და კიდევ რამდენი ორგანიზაციები მათი პარტნიორი ორგანიზაციები აკვირდებოდნენ ხო ამ პროცესს თუ კენჭისყრის დღეს რატო არ იყო ეს პრობლემა ხო მაშინ ისმის კითხვა რატომ 54000-მა კომისიის წევრმა ეს არ ჩათვალა დარღვევად მათ შორის საიდანაც ნახევარზე მეტი პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული წევრები იყვნენ. მხოლოდ 9 განსხვავებული აზრი დაიწერა და არც ერთში ფარულობაზე საუბარი არ იყო. და მათ შორის გასაგებია რატომაც ალბათ ახლა ამაზე შორს დავიყვანს ახლა ამაზე საუბარი მაგრამ თვითონ ამომრჩეველმა გამოიტანოს დასკვნა ჩემი დასკვნები რო არ მოვახვიო მე მგონი ნათელი არის რომ ამ შეფასებების ერთობლიობით ჩვენ შეგვიძლია გარკვეული დასკვნები გავაკეთოთ მაგრამ ნახეთ მე შორს რომ არ წავიდე და აი ქართულ რეალობას დაცოტა იმიტომ ჩვენ გვიყვარს უცხოური გამოცდილებიდან მაგალითები როგორც ჩვენ ასევე სხვა ჩართულ ხარებსაც ბოსნია-ჰერცეგოვინა რომელმაც საქართველოსდან გადაიღო ეს მაგალითი ჩვენთან იმყოფებოდნენ სასწავლო ვიზიტით ჩვენგან წაიღეს საერთოდ არ იყენებს ჩარჩო ფორმას ორმხრივი არის პირდაპირ ამორჩეველი გამოდის კაბინეტიდან და იმთავითო ჩანს ვისმის სახმა სხვა ქვეყნები მაგალითად მოლდოვა და რა ვიცი რომელი ერთი ჩამოთვალა ევროპული ქვეყნები რომელიც აპარატს არ იყენებენ მაგრამ მე მას კონვერტსაც არ იყენებენ ხუთი არის გამჭვირვალე და პირდაპირ იქვე თუ გახარ და მოათავსებ იქვე გაიგებ ვის მისახმა და ჩვენთან ყველა ნაბიჯზე ყველა ეტაპზე ფარულობის უმაღლესი სტანდარტები არის დაცული ანუ აქ არაფერს არ ცვლით ბატონო ერთი წუთი დაგვრჩა იმას თუ აი ხო ფიქრობთ მუშაობთ და მათ შორის ოდესაც ბატონ გენერალურ დივანს შევხვდი მე იქ ჩვენ ვისაუბრეთ რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობაზე ჩვენ სამოქმედო გეგმაზე ამ კუთხით ვისაუბრეთ follow up ეგრეთ წოდებული შემდგომ შეხვედრაზე ოდირის გუნდთან რომ მათ კიდევ ერთხელ კარგად გვითხრან ზუსტად კონკრეტული რეკომენდაციის მიღმა მათი ხედვა მათ შორის როგორ წარმოუდგენიათ ეს ყველაფერი და ჩვენ მათ შორის ჩვენს ხედვას წარმოადგენთ ამ ყველაფერთან მიმართებაში რომ დავაზღვიოთ ეს სპეკულაციები რომ სპეკულაციების სივრცეც არ დავტოვოთ თორემ პროცედურულად იდეალურად არის ეს ყველაფერი ნახოთ როგორი იქნება ხო ჯერჯერობით არ არის ცნობილი მუშაობთ ამაზე და უახლოეს პერიოდში რა თქმა უნდა ეს არჩევნებამდე პერიოდში იქნება ჩვენს ხედვას ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებას აუცილებლად წარუდგენთ. ჩვენ დრო ამოიწურა სამწუხაროდ არ გვეყო დრო, მაგრამ დიდი მადლობა მინდა გითხრათ მობრძანებისთვის და საინტერესო საუბრისთვის. არჩევნებამდე აუცილებლად კიდევ იქნებით ჩვენი სტუმარი ამ მრჩეველს საზოგადოებასაც ამას ვპირდები. მადლობა მინდა უთხრა ჩვენ მსმენელებს რომ გვისმენდნენ, შევხვდებით მომდევნო ხუთშაბათს ერთმანეთს. ზუსტად ამ არხზე ამავე დროს გემშვიდობებით გმადლობთ ყურადღებისთვის.